ჰესების მშენებლობა მოსახლეობის არაერთი პროტესტის მიუხედავად ირღვევა თუ არა ადგილობრივების უფლებები. სახალხო დამცველი დღეს მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებთა პრობლემებს ისმენდა. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად სოფლების დაცლის საფრთხეც დასახელდა. უჩა ნანუაშვილი ხვალ ბრიფინგს გამართავს, სადაც რეგიონში არსებულ მდგომარეობას შეაჯამებს და ამით აჭარაში ვიზიტს დაასრულებს. სახალხო დამცველისა და ღურტას მოსახლეობის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორი დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ადგილობრივებმა ქვეყნის მთავარ ომბუდსმენთან შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ისაუბრეს. უჩა ნანუაშვილს მათ კომპანიისთვის წაყენებული 3 მოთხოვნაც გააცნეს. ღურტელების სამშენებლო სამუშაოების დროს დაღუპულის ოჯახისთვის ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ. პაატე იაკობაძე დაიღუპა შრომითი წესების კომპანიის მხრიდან შრომითი წესების უგულებელყოფის გამო, დაუდევრობის გამო და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ რომ მისი ხელფასი, რომელიც მას ჰქონდა კომპანიაში იღებდა, დაენიშნოს 2 მცირეწლოვან შვილს, 3 და 5 წლის ბავშვებს 18 წლის ასაკის შესრულებამდე. სახალხო დამცველი სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებასაც გაეცნობა. დოკუმენტის დეტალები, მათ შორის სავარაუდო რისკები ადგილობრივებისთვის დღემდე უცნობია. ის მინიმალური სტანდარტები, რაც არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, რაც უკავშირდება შრომით უფლებებს, უნდა იყოს დაცული, მათ შორის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება ყველა დასაქმებულთან, მინიმალური სტანდარტების არსებობა არის აუცილებელი და რაც მთავარია, შრომის უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული. ღურტას მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა საძოვრებზე მდებარე სატელეფონო და სატელევიზიო ანძებია. მათი განმარტებით დანადგარი მოსავლიანობას ამცირებს. ისინი მობილური სატელეფონო კომპანიების მიერ სამუშაოების დროს დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენას ითხოვენ. გზა გაგვიკეთო როგორც დაგვიშალეს და შეამცირონ ის დანადგარები, რომ მოსავალს სოფელში მოსავალიც აღარ მოდის. ბალახი არ მოდის, რომ მოვცელოთ. სახალხო დამცველი დღეს ღორჯომის მცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივების მთავარი პრობლემები მიგრაციის პროცესის გააქტიურება და მოსავლის რეალიზაციის შემცირებაა. კარტოფილი რომ ჩაგვაქვს ბათუმში, შემოდის უკრაინიდან, თურქეთიდან, ფასები ვარდება და გატყავდა გლეხი. ჩვენ გვინდა დახმარება, ჩვენი მოყვანილი კარტოფილი იქნება ხორცი გავასაღოთ ჩვენ ბაზარზე. თუ ესე იგი საქმე არ გამოსწორდა, ხო? შეიძლება ეს სოფელი. დღის ბოლოს ომბუდსმენი ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ბესიკ ბაუჩაძეს რეკომენდაციები გააცნო. მივიღეთ რეკომენდაციები, შესაბამისად ჩვენც აუნიშნეთ ის გეგმები, რაც სხვადასხვა პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში გვაქვს. ეს ძირითადად ეხება სასაკლავების თემებს, ეხება მიწის რეფორმას, ეხებოდა სოციალურ ფონდს და სოციალურ მხარდაჭერის საკითხებს. ქვეყნის მთავარი ომბუდსმენის ვიზიტი აჭარაში გრძელდება. უჩა ნანუაშვილი ხვალ ხელვაჩაურში სოფელ კირნათის მოსახლეობას შეხვდება.